თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშაკი მერიას გზების დროულად მოწესრიგებას თხოვს. ჯაბა სამუშიამ დღეს ქუთაისის ქუჩაზე დაზიანებული საფარი მოინახულა და აღნიშნა, რომ ქალაქში მსგავსი სიტუაცია. სამუშია ამბობს, რომ ქალაქის ბიუჯეტში გზების მოსაწესრიგებლად 64 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა მერიას სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. სამუშიას ბრალდებას უარყოფენ მერიაში, სადაც აცხადებენ, რომ სამუშაოები დაწყებულია და მისი მიმდინარეობა ამინდის გაუარესების გამო შეფერხდა. მერია ხელოვნურად აჯანჯლებს დროს, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საბოტაჟთან, ან საბოტაჟთან, ან რაიმე კორუფციულ სქემასთან. ამიტომაც მე მივმართავ მერის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონ სევდია უგრეხელიძე, რაც შეიძლება სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. პრობლემა არის ის ამინდები და სეზონი ზოგადად რაც ყოველწლიურად არის ხოლმე თბილისში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ის უნალექო ამინდები, რაც არც ისე ხშირი არის ამ პერიოდისთვის. როგორც ხედავთ, ამ წუთას მიდის სამუშაოები და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ხიზანიშვილის ქუჩაზე.